ხო, რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტის სწავლების ხარისხის უთანაბრობა. ეგ არის გამოწვევა. ეგ არის ძალიან ცუდი ფრაზა იმ კუთხით, რომ უთანაბრობა ნიშნავს, რომ ეს ხარისხის განვითარების ცენტრი რა კაპტერასაც აკეთებდა, ყველაფერს ხაზი გადაესვა. იმიტომ რომ აკრედიტაციის სტანდარტი ზუსტად გულისხმობდა იმას, რომ პროგრამა რო იღებდა აკრედიტაციას, ხარისხი არის თანაბარი ყველა უნივერსიტეტში, სადაც არის. ანუ გამოდის, რომ აქამდე ვისაც მივეცით ავტორიზაცია და აკრედიტაცია, ეს ყველაფერი იყო რაღაცა ფეიქი, იმიტომ რომ იმ სტანდარტების მიხედვით ნიშნავდა, რომ არის თანაბარი. ანუ ესე იგი აკრედიტაციის სამსახურია დასაჭერი. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან კარგი ხალხი მუშაობს იქ, რომელმაც ძალიან დიდი შრომა ჩადო. პრობლემა რაში იყო, რომ ხშირად გადაწყვეტილების მიღებაში გარე ძალები ერეოდნენ და შეიძლება ყოველთვის გადაწყვეტილება არ იყო ობიექტური. ეგ სხვა არის, მაგრამ თვითონ როგორც იყო პროცესი აწყობილი, ბევრი გადაცდომის მიუხედავად, ზუსტად იმისთვის იყო, რომ ხარისხი უნდა ყოფილიყო თანაბარი.